ჩვენ სტუდიაში შემოგვიერთდა რამილია ალიევა სტუმართან ერთად. დღეს 4 შაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტრადიციული რუბრიკის მრავალფეროვანი საქართველოს დროა. ჩვენს ეთერში დილა მშვიდობის, რამილია, დილა მოგესალმებით. მოგვიყევით წარგვიდგინე სტუმარი დღევანდელ რუბრიკაში. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სახელმწიფო ენაზე, ქართულ ენაზე და სტუდიაში ყავს სტუმარი სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ალებეგაშვილი. ძალიან ბევრი სიახლე აქვს ენის დეპარტამენტს და ზუსტად დღეს ამ სიახლებს გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს და ასევე ვისაუბრებთ სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე იმ რეგიონებში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები, სადაც დღემდე სამწუხაროდ არსებობს ეს ენობრივი ბარიერი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად ხართ სტუდიაში. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი მუშაობს პორტალზე, რაც სიახლე არის ერთ-ერთი და მაინტერესებს რას ითვალისწინებს პორტალის შექმნა და რა უნდა გაერთიანდეს ამ პორტალში. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. მართლა ძალიან ბევრი სიახლეა სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით და ალბათ პირველ რიგში სწორედ პორტალი უნდა დავასახელოთ, იმიტომ რომ რაც ინტერნეტი შემოვიდა, იმის შემდეგ სულ იყო ის განწყობა, ის სურვილი, რომ ეს პორტალი დაწყებულიყო ამ პორტალის შექმნა. სახელმწიფომ გამოთქვა ამის კეთილი ნება, გამოინახა სახსრები და შეუდექით უკვე წელიწადნახევარია პორტალზე მუშაობას. მინდა რომ უფრო ასე ვთქვათ ფართო საზოგადოებისთვის გასაგები გავხადოთ თუ რას გულისხმობს ეს პორტალი. ეს გახლავთ ინტერნეტ საიტი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით კავშირს აბამს სხვა საიტებთან. ეს არის ძალიან ფართო არჩევანი და საშუალებას მისცემს სამი სახის თუ შეიძლება პირობითად ასე რომ დავყო მომხმარებელს, ერთი თქვათ რიგითი მომხმარებელი, მეორე უფრო აკადემიური მომხმარებელი და მესამე რედაქტორი, რომელიც გამოიყენებს იმ მონაცემებს, რომელიც პორტალის ბმულის მეშვეობით გახდება შესაძლებელი. პორტალის მისამართიც რომ ვთქვათ კონკრეტულად. კი ბატონო, ყველაფერს მოგახსენებთ, ჯერჯერობით ამ კუთხით არ ვართ ჩვენ, მაგრამ ენა.დე.ჯიზე რო შედიხართ, იქ ყველაფერი ჩანს. თუმცა აი შუა მუშაობაში ვართ. კი ბატონო. ამ ხრივ და თქვათ, როდესაც ადამიანი რაღაც საძიებელ სიტყვას აიღებს, თქვათ სიტყვა ახალს, უფრო მაგალითის ნიმუშის მაგალითზე ფორმით მივაწვდი ჩვენ მაყურებელს, რომ მიხვდეს რა შესაძლებლობები აქვს. მას შეუძლია თქვათ სიტყვა ახალი ნახოს არა მხოლოდ თავისი განმარტებითი მნიშვნელობით, არამედ რომელ თქვათ გეოგრაფიულ სახელში არის ის დაფიქსირებული, ან თქვათ რომელ გვარში და ასე შემდეგ. ანუ არჩევანი პორტალისა ინტერნეტ ქსელებთან არის ძალიან ფართო. ეს სახელოვნებო ურთიერთობა იქნება თუ სპეციალობა, მათემატიკა, ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ნებისმიერი სფერო და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს მასშტაბი უკვე გაიზრდება უფრო და ალბათ ყველას მოიცავს. სხვათაშორის პორტალის შექმნას გარკვეული წინაპირობა ჰქონდა, თუ არ ვცდები 2005 წელს პოლონელებმა და გერმანელმა პროგრამისტებმა შექმნეს მისი სტანდარტი, რომელიც სწრაფადვე აითვისა ინგლისმა. ჩვენ აი ხედავთ რა ჩამორჩენა გვაქვს, მაგრამ თავარია რომ სახელმწიფოს მხრიდან არის მხარდაჭერა და ვფიქრობთ რომ ამას თავი მოემევა და იმ ჩვენ სტრატეგიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. სამაგიეროდ მეორე მხარე აქვს ამას, რომ დაუშვათ გვაქვს მაგალითი რის რა თქმა უნდა, სანიმუშოდ გვაქვს, თუმცა მინდა იცოდეთ რომ პორტალს ნებისმიერი ენის მით უმეტეს ქართული არის ინდოევროპულისგან ძირეულად განსხვავებული, რა თქმა უნდა თავისებურებები რა თქმა უნდა. ბატონო გიორგი, თქვენ ასევე უწყება, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ასევე იმუშავა სახელმწიფო ენის ერთიან პროგრამაზე და ეს პროგრამა ითვალისწინებს რიგ ღონისძიებებს 2030 წლამდე. ანუ ერთიანი პროგრამის შექმნის მიზანი რა იყო და ძირითადად რაც ითვალისწინებს სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა? დიდი მადლობა ქალბატონო რამილია სწორად აქცენტირებული კითხვისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს გახლავთ
თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფო ენის სტრატეგიის ხერხემალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ იგი 2021 წელს დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტმა და ბუნებრივია, რომ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, არის იურიდიული ბაზის მოწესრიგება სახელმწიფო ენის, იმიტომ რომ ბევრ საკითხი დაახლოება არის სახელმწიფო ენის კანონი და ვთქვათ სიტყვაზე რეკლამის შესახებ კანონი. თითქმის აცდენილი ერთმა, იმიტომ არის ეს ქაოსი შექმნილი, გარეწარწერებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ აქ არის აუცილებლად დასაახლოებელი, ანუ საკანონმდებლო ბაზა არის მოსაწესრიგებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, რომ იმისათვის, რათა ქართულმა ენამ თავისი სურნელი, თავისი პეცი, თავისი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება შეინარჩუნოს, რომ სწორად იქნეს გადმოტანილი ტერმინები. იმიტომ უამრავი ახალი ტერმინი შემოდის ნებისმიერ სფეროში. ნებისმიერ, აი, რო დაადოთ თითი რომელიმე სამინისტროს, იმდენი ახალი ტერმინია, მე საბანკო სისტემაზე აღარაფერს არ ვამბობ. ნატოს ტერმინებია შემოსული და აღარ გავაგრძელებ, მოკლედ. ამიტომ აი ეს ტერმინების და ენობრივი ნორმების შემუშავება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და აქ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ითვალისწინებს აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციასაც, იმიტომ რომ ჩვენს კონსტიტუციაში მოგეხსენებათ ქართული ენის გვერდით აფხაზეთში ქართულთან ერთად აფხაზური ენა ითვლება, ამიტომ ეს ბატონო გიორგი, ასევე სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის პოპულარიზაციას, ქართული ენის შესწავლას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. თვითონ პროგრამას ძალიან საინტერესოა ერთი მხრივ ის ითვალისწინებს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სწავლების მხარდაჭერას და ასევე ითვალისწინებს საქართველოში არსებული ენების, ანუ ჩვენი თანამოქალაქეების მშობლიური ენების მხარდაჭერას. იმიტომ რომ ამაზეც ისაუბროთ, რა არის გათვალისწინებული პროგრამის ფარგლებში ამ აღონიზიებები. კი ბატონო, გეთანხმებით, ქალბატონო რამილია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის მრავალეროვნებითა და მრავალენოვნებით გამოირჩეოდა და ეს ჩვენი ღირსება, ჩვენი კულტურის ნაწილი არის. ეს არის ქართველი ადამიანის და ნებათ არა მარტო ქართველი ადამიანის, არამედ ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ტოლერანტული თვისება. და ამით ჩვენ გენეტიკური მდგომარეობა. გენეტიკური ის არის. ამით ჩვენ მთელ ევროპაში და დატრაფებად შეგვიძლია მაგ ხრივ, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ეროვნული ნიშნით დევნა რაღაც არასოდეს საქართველოში არ მომხდარა. ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ არ არის ქართველი კაცის და აქ მაცხოვრებელი ჩვენი მობინადრეების ბუნებაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთშეთანხმებით ხდება. სახელმწიფო ენის დეპარტამენტი არის ეგრეთ წოდებული EFNIL-ის, ეს არის ძალიან დიდი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ენობრივ თავისებურებებს სწავლობს წევრი. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია, მაგრამ მეორე ნაწილი სხვადასხვა კონვენციით ჩვენ მიერთებულები ვართ, რომ ის ენობრივი უმცირესობები, რომლებიც საქართველოში არის, მათი კულტურული თავისებურებები და ხელშეწყობა ენობრივი პოლიტიკისა ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ. ეს იცით რა, მე რო კაცმა მკითხოს, ეს ერთგვარად ძალდაუტანებლადაც ხდება. იყო რაღაცა ესეთი ვაკუუმი შეიქმნა სიცარიელე, როდესაც აი რაღაცა თაობა მიცოდა რუსული, არ იცოდა ქართული, სხვადასხვა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მაგრამ წამოვიდა და კონტაქტი მხოლოდ რუსულ ენაზე ხდებოდა, მაგრამ იმ თაობამ დაკარგა რუსული ენის ცოდნა და უკვე მიხვდნენ, რომ ინტეგრაციისათვის, თავისი კარიერული წინსვლისთვის, თავისი მოტივაციისათვის აუცილებელია სახელმწიფო ენის სწავლა. სხვათა შორის, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს 1+4 პროგრამა, რომლის მიზანიც არის, რომ ერთი წელი, ბავშვი, რომელიც ახალგაზრდა, რომელიც ვერ ფლობს, არ ფლობს სახელმწიფო ენას, ის ერთი წელი ემზადება იმის
იმისათვის, რათა მე 4 წლის მანძილზე მან შეძლოს უკვე ქართულად უნივერსიტეტებში ლექციების მოსმენა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ის ველოდებით პორტალის პრეზენტაციას მოთმენლად და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება ყველასთვის, ვისაც უნდა რომ შეისწავლოს ქართული და ვისაც უნდა რომ უფრო განავითაროს თავისი ქართული. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. წარმატებებს ვუსურვებთ. ალბათონ რამილია მე დიდი მადლობა არ მithქვამს თქვენთვის რომ მომიწვიეთ და იმას გამოვთქვავ რომ მე უფრო დაწვრილებით საუბრის საშუალება გვექნება. პორტალი რო ჩაეშვება, მოგვეცით პირობა რომ აუცილებლად გვეცვევით და აუცილებლად ერთად აღნიშნავთ და ავუხსნით ადამიანებს და გავაგებინეთ ამ პორტალის შესახებ უფრო მეტად. ძალიან დიდი მადლობა რამილია და მრავალფეროვანი საქართველო მომავალ 4 შაბათამდე ემშვიდობება ახალი დღის მაყურებელს.